ზენდაია, მე ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადამიანიობობა. გთხოვ, არ წახვიდე. დედა კარტოფილის პიურესთან ერთად კატლეტებს მოგვიმზადებს. ჯანდაბა, მეხუმრები? 11 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ და არასდროს მიძინია წესიერად. რა არის ეს? ჟენია, ადექი, სკოლაში ვარ წასასვლელები. გესმის? ადექი, ჟენია, ადექი. ნიკოლ, რა გინდა ჩემთან? ზედმეტად გვეძინა. სკოლაში დავაგვიანეთ. თქვი რომ ზედმეტი მეძინა? ჯანდაბა, მასწავლებელმა უკვე დამემუქრა რომ სკოლიდან გამაგდებდა თუ ისევ დავაგვიანებდი. კარგი, ეს ძალიან ცუდია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეორე კლასელებისგან არარსებული გამოფენისთვის ტახტაში აგროვე, მაგრამ ამის ნაცვლად ვიდეული იყიდე. გაგიმართლა, საბედნიეროდ დედას არ გაუგია. რა ხდება აქ? რატომ ხმაურობთ ასე? დედა, სკოლაში დავაგვიანეთ. რატომ აქ აგვახვიძე? მე? განა ეს მამაშენს არ უნდა გაეკეთებინა? მე? როგორც ვიცი, ერთი მამა გვყავს. გონი ასე არა? ნუ ღელავ. ყველაფერი კარგად იქნება. 2 წუთში მოვაგვარებ. ჰეი, მეგობარო, ტყვიასავით გამოიქეცი აქ. შენ ჩემი შვილების პირადი მძღოლი იქნები. არ მაინტერესებს შენი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილი. არც ის მაინტერესებს, რომ შენი ზაღლი რეანიმაციაშია. მოდი აქ, ახლავე. რისთვის გიხდი? სულ ესაა. 2 წუთით დაველოდოთ. ხედავ, მამამ თქვენი პრობლემა მოაგვარა. დროა პირადი მძღოლი გყავდეს. მალე ჩვენი ყველა მდიდარი თანაკლასელი სკოლაში თავისი მანქანით წავა და ჩვენ სკოლაში ისევ ავტობუსით დავდივართ ჩვეულებრივ არსებებთან ერთად. ბოდის გიხდით. მალე თქვენ საკუთარ ვერტფრენდს გიყიდით. ვერტფრენი კარგი იქნებოდა. შემდეგ ჯერზე თვითმფრინავი დაგჭირდება. მართალია. ასეთი მდიდარი მშობლების ყოლა მაგარია. ჟენია, ადექი, უკვე დილის 3 საათია. კიდევ 5 წუთი რა. რა 5 წუთი, ჟენია? სკოლამდე 10 კილომეტრი უნდა გავიაროთ. ჯერ კიდევ არ გაგიღვიძიათ, ბავშვებო? დილის 3 საათია. რატომ გძინავთ? დღეს ჩვეულებრივზე 1 საათით მეტხანს გეძინათ. კარგი ვდგებით. იჩქარეთ, პროგნოზის თანახმად ქარიშხალია მოსალოდნელი. გზას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, თუ ქარი იქნება. კარგი, სწრაფად თუ ვივლით 4 საათზე მეტი დაგჭირდება? მამიკო, დღეს მაინც გვექნება ფული ავტობუსისთვის? გონიათ მილიონრები ვართ, რომ ავტობუსში ფული დავხარჯოთ? მამა, მართალია, უფრო მეტიც. სუფთა ჰაერზე სეირნობა სხეულისთვის ბედის საჩუქარია. ძალიან კარგია. საჩუქარი იქნება, როდესაც ჩემი სხეული ამ ცხოვრების წესით 30 წამდე მაინც მოახერხებს ცხოვრებას. ჯანდაბა, ღარიბობა საშინელებაა. როდის გამოვა ახალი iPhone-ი? ეს უკვე მობეზრდა. უკვე 3 თვეა ამ ნაგავს ვიყენებ. ნეტავ შენი პრობლემები მეც მქონოდა. კარგი, არ ვიცი რა მინდა დაბადების დღეზე. გინდა სადმე წასვლა? მაგალითად მალდივებზე. მოსაწყენია. ჩვენ იქ უკვე 3 ჯერ ვიყავით. ქვეყნები, სადაც ჩვენ ყოფილვართ, საკმარისია მსოფლიოს მთელი რუკის შესაქმნელად. ჯობია ახალი ტვინი ითხოვო, თუმცა ამას ფული ვერ უშველის. ვაუ, რას ელოდებით? რას უყურებთ, ბავშვებო? ჯიბეები ამოატრიალეთ და ყველაფერი მომეცით, რაც აქ გაქვთ. ახლავე მომეცით ყველაფერი. თორემ სადილად რომ მიხვალთ, ამ საზიზღარ ფაფას გაჭმევთ, ან თავზე დაგასხამთ. კარგი, გასაგებია? შეგიძლიათ თავად აირჩიოთ. არჩევანი თქვენზეა. საქმე ცუდად გაქვთ. დაემშვიდობეთ თქვენს ნივთებს. მოიცადე. ვინ ხარ შენ? იცი საერთოდ ვინ არის ჩვენი მამა? ვინ? პოლიციელია? არასწორი პასუხია. მაშინ ეს არ მაინტერესებს. მე მხოლოდ პოლიციელების მეშინია. მე სხვები საერთოდ არ მაინტერესებს. ასე რომ რასაც მინდა ახლა იმას დაგიშავებთ მე. ნაჩქარევად გამოიტანე დასვნები. მამა, რაღაც პრობლემა გვაქვს. რადა? სკოლის ხულიგანი გვემუქრება. ჰალკი გამოაგზავნე. ჰალკი? ძალიან ბევრი ითამაშეთ მარველის სამყაროში? მარტო მოვადოთ თორთან ერთად? შენ ვერ ხვდები. ჰალკი ჩვენი მცველია. მას ასე იმიტომ ეძახიან, რომ ყველაფერს და ყველას ანადგურებს, რაც კი ჩვენ გვემუქრება. როგორ შემეშინდა. მოვედი. კარგი. როგორც ჩანს, მას პოლიცielis გარდა კიდევ ვიღაცის შიში ექნება. კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჰალკი მწვანე არ არის, მის მიერ გამოწვეული ემოციები არანაკლებ ძლიერია. რაღაც გემრიელი მინდა. ფული არ მაქვს და ერთადერთი რისი ჭამას უფასოდ შეგვიძლია, papa? ის, რომელიც თებსზე მიეკრობა, მაშინაც კი თუ თავდაყირა გადააბრუნებ? კი. კარგი, ჯობია შიმშილით მოვკვდე. უფრო მეტი შანსია გადავრჩე, ვიდრე ამ კერძის ჭამის შემდეგ.
ვაუ, შეხედეთ აქ ვინ არის. რა შვებით? არ მახსოვს რომ თქვენგან ფული მიმეღო. იმიტომ რომ ჩვენ ფული არასდროს არ აგვაქვს. მაშინ თქვენ იმუშავებთ, თქვენ გააკეთებთ ჩემს საშინაო დავალებას. ისევ შეგეშალა. ისე ჩვენ ისეთი ჭკვიანები არ ვართ, როგორიც შენ გონია. და არც მდიდრები ვართ. ოხ რა. დღეს უიღბლო ვარ. კარგი, ყოველ შემთხვევაში გასართობად გცემთ და გამოვა რომ ამ დღეს ტყუილად მაინც არ გავატარებ. არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს. გამიგეთ, გთხოვთ. ასე შეიძლება აქ ჩემი რეპუტაცია დაზარალდეს. ახლავე დაურეკავ ჩვენს მამას. ის მაგარია. პატარაობაში საბრძოლო ხელოვნებით იყო დაკავებული. მამა, ჩვენ შველა გჭირდება. როგორ ჩანს მე და ჟენია სახა გვცემენ. რა თქვა მან? მალე მოვალო, ასე მითხრა. რას ნიშნავს ეს? ჰია! დამშვიდით, ბავშვებო. მამა აქ არის. მამა გიშველით. ახლა კი მოემზადეთ. უყურეთ და გაიგეთ, რას ნიშნავს ნამდვილი კარატე. ჰია! ვაიმე! თქვით რომ საბრძოლო ხელოვნებით იყო დაკავებული, არა? მე ვთქვი რომ ასე იყო, როცა პატარა იყო. კარგი. დავამარცხე ისინი? კი, მამა, ყველა. გეუბნებოდით, ისწავლეთ სანამ ცოცხალი და ჯამრთელი ვარ. ასეთი ტემპით ჯამრთელი დიდი ხნით ვერ იქნები. რა მოხდა? რა მოხდა და ჩვენი მასწავლებელი საშინელი ქალია. რა იყო, ნასკი გადაგიგდო უნიტაში თუ რა? მან თქვა რომ თუ არ ვისწავლით, მაშინ საკმარისად კარგები არ ვიქნებით ამერიტურ სკოლაში დასარჩენად. რატომ გადაწყვიტა მან რომ სწავლა არ გინდოდა? გაკვეთილების დროს სუში შევუკვეთეთ. და Stranger Things უყურეთ. ზუსტად გაკვეთილების დროს? დიახ, დედა. ახალი სერიები გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაშინ თქვენ ნამდვილად მართლები ხართ. არ უნდა ეთქვა რომ ამ სკოლისთვის საკმარისად კარგები არ ხართ. კი, და კიდევ რამდენჯერმე ვიყვირე რომ მასწავლებელი სულელია. რა მოხდა მერე? და მერე მანაც შეურაცხყოფა მოგვაყენა. რა ხდება დღესდღეობით მასწავლებლებთან? ჟირფასო, იცი რაც უნდა გააკეთო. მხოლოდ ერთი ზარი და ეს არაკვალიფიცირებული მასწავლებელი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. განათლების სამინისტროში დავრეკო? ჯობია პრეზიდენტს დაურეკო. განათლების მინისტრი ყოველთვის თევზაობით არის დაკავებული. ტელეფონს არ უპასუხებს. დასაგებია, უკვე ვრეკავ. ო, გონია რომ ჩვენი შვილები განებირებულ სულელებად გადაიქცევიან. რა მოხდა? აღარ მინდა ამ სკოლაში სიარული. თუ ეს მასწავლებელი იქ იქნება, შეგიძლია ამიხსნა რეალურად რა მოხდა? მასწავლებელი ახალ გაკვეთილს გვიხსნიდა. თხოვე ხელახლა აეხსნა. ყვირილი დაიწყო და თქვა რომ ამ სკოლაში დასაჩენად საკმარისად კარგები არ ვართ. შემდეგ მან ჟენიას ცემა ჭუჭყიანი ნაჭრით დაუწყო. მეც ვცემდა, რადგან მისი დავარ. ნაჭელი ისე ყარდა. რა? ამ მიზეზით არ უნდა იაროთ სკოლაში? რა ხდება ამ დღეებში ბავშვებთან? სკოლაში რომ ვიყავი, ყინვის მიუხედავად 70 კილომეტრი უნდა გამევლო. ჯერ ჭაობებში დავდიოდი, შემდეგ მინდორში და შემდეგ ტყეშიც. მაშინაც კი თუ მაღალი ტემპერატურა მქონდა. მე ყოველთვის დავდიოდი სკოლაში. მაშინაც კი, როდესაც ბაბუაჩემს ინსულტი ჰქონდა, სკოლაში წავიდა და შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ყოველთვის პოულობთ საბაბს სკოლაში რომ არ წახვიდეთ. ხან მასწავლებელი არ მოგწონთ. აღარ მინდა ამის მოსმენა. ახლა კი წადით თქვენს ოთახში. ისინი კონტროლიდან გამოდიან. მათ კარგი კონტროლი სჭირდებათ და არა მთელი ეს თანამგზნობი აღზის პრაქტიკა. მათ ჩვენ ძალიან კაცრად უნდა მივხედოთ. რა ჭკვიანები ვართ? ჟენია საშინაო დავალებისთვის ყოველთვის მაღალ შეფასებას ვიღებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ლუზერები არ ვართ. სწავლა თულია. მართალი ვარ ელა? კი, მართალი ხარ. როგორ მიდის საშინაო დავალების საქმეები? როგორ მიდის საშინაო დავალების საქმე ელა? თითქმის მზადაა. მათემატიკა დარჩა. კარგი, იცოდე, აუცილებლად მაღალი შეფასება უნდა მიიღო. გაიგონე, აუცილებლად მაღალი შეფასება უნდა მიიღო. კარგი, ეს გასაგებია. მალე ჩემი ტვინი დედის წვნიანივით ადუღდება. როგორ ჩანს მასწავლებელი მართალი იყო. ჩვენ დიდად ჭკვიანები არ ვართ. რა ვქნათ? მათემატიკას ვერ გავუმკალდებით. ჩვენით ვერ გავაკეთებთ. კარგი. მხოლოდ ერთი გზა არსებობს. თხო, უბრალოდ მამა არა. მას არ დაუძახოთ. ჯერ კიდევ თვალები მიგანკალებს იმის შემდეგ, რაც ბოლოს ინგლისურში დაგვეხმარა. შიშობ რომ არჩევანი არ გვაქვს. აბა ბავშვებო, ყურადღება. ახლავე ორამდე გაითვალეთ. ერთი. პირველი. ჰეი, სულელები ხართ? როგორ აპირებთ მათემატიკის გაკეთებას თუ ორამდე დათვალს კი არ შეგიძლიათ? ერთი. და მეორე. მოემზადეთ. წავიდა! არა, არასწორია. ისევ არასწორია. ადექით, ჩაჯდომები. 1. მე გასწავლით მათემატიკის პატივისცემას. 2. მამისთვის დახმარების თხოვნა ცუდი იდეა იყო. გეთანხმები. ახლა მათემატიკის ნაცვლად ფიზკულტურას ვაკეთებთ.
როგორ ხართ? ნუ ხელავთ, ჩემო ძვირფასებო. მე თქვენ საუკეთესო წამალი მოგიტანეთ. მხოლოდ რამდენიმე აპი და ყველაფერი კარგად იქნება. ამ წამლებმა მამა თქვენიც კი ფეხზე დააყენა. ეს ისაბებია, რომლებშიც ოქროა? კი, ისინი არიან. ვაუ, ჩვენი ავადმყოფობაც კი მდიდრულია. კარგი ბავშვებო, წამლის დალევის დროა. არა, გთხოვ. იქნებ თავისით გაიაროს. ნუ მივმართავთ ტრადიციულ მედიცინას, გთხოვ. გემუდარები. ჩემო საწყავნო, ტრადიციული მედიცინა საუკეთესო რამაა, რაც ადამიანებმა გამოიგონეს. ნახეთ რა გვაქვს აქ. თხის ქონი, ცოტა ჭინჭისა და ბურდოკის ფესვები, ლიმონმჟავა და ბოლოს მზად ხართ. და საუკეთესო რაც გვაქვს, მოხარშობი ხახვია. რა ამაზრზენია. გთხოვ. ისეთი შეგრძნება თითქოს აყროლებულ კლასელს კოცნი. შეხედე. მან ეს გააკეთა, დაინახე? რა კარგი ბავშვები ხართ ბავშვებო. თქვენი ოთახი ისეთი მოწესრიგებულია. დიახ, დედიკო. და ნაგავი იქეთ შეაგროვე. კარგი. რა ლამაზია ცხოვრება. ზარმაცი ხორები. რა თქვი? არაფერი, უბრალოდ ოთახს ვასუფთავებ, არასწორად გაიგე. ჰეი, რატომ არის თქვენს ოთახში ასეთი არეულობა? ოთახი იდეალურად სუფთაა. იდეალურად სუფთა? კარგი, და რა არის ეს? სად? აი ეს მტვერი, უამრავი მტვერი, ჭუჭყი, რა არის ეს? გვიშველეთ. აი ასე უკეთესია. მინდა რამე გემრიელი ვჭამო, მაგალითად ტკბილეული. და ნამცხრები. ორივე უკეთესია, რაც მეტი მით უკეთესი. დედა, რამე ჩაის დასალევად გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს ძვირფასო. აი მაგრამ ჩემი საყვარელი ტკბილეული არ არის. წადი იყიდე შემთვის ნებისმიერი ტკბილეული რაც გინდა. რა, დედა? არ მინდა ფეხით წასვლა. ძღოლი გავაგზავნოთ. კარგი, ვეთქვი რომ დესერტები მოიტანოს. მე ნაზი არსება ვარ და ზალა უნდა დავზოგო. კარგი რა. მომპესდა ეს ადუღებული წყალი. ნეტო შემეძლოს რაიმე გემრიელის ჭამა. დედა, აქ ვარ ბავშვებო. დედა, ჩაის დასალევად რაიმე გემრიელი გვინდა. დედა, რამე გვაქვს? თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. მოემზადეთ. ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე გემრიელი რამაა, რაც მე მიჭამია. შემწვარი პური შაქრით. გემრიელია. ნახეს, ან გუჩი, ან პრადა. ვერ ვიჯერებ, საშიგანებაა. ოხ ნიკოლ. რა მოხდა? ფშხილის ლაკი აიფონს არ უხდება? უფრო უარესი. გვინდა გასეირნება, მაგრამ ცაზე ღრუბლებია. პროგნოზში წერია ძლიერი წვიმა იქნებაო. ეს საერთოდ არაა პრობლემა. კარგი, არ ინერვიულო. რამდენიმე ზარს გავაკეთებ და წვიმა საერთოდ აღარ იქნება. მადლობ მამა, შესაუკეთესო ხარ. გკოცნით. გამარჯობა. ახლა მომისმინეთ. ადი თვითფრინავში და აფრინდი. გესმის ჩემი? ღრუბლები უნდა გავფანტოთ. ეს სასწრაფოა. რა მოხდა? რატომ ხართ ასეთი მოწყენილები? გვინდა გასეირნება, მაგრამ ცაზე ღრუბლებია. აუცილებლად იწვიმებს. პრობლემა არ არის. თქვენ შაქრისგან არ ხართ შექმნილი. ნეტო საწვიმარი მოსაცმელები გქონდეს, ცოტა მაინც დაგვეხმარებოდა. კარგი იქნებოდა. ეს საწვიმრები სულელებისთვისაა. ფულის წყალში გადაყრაა და მეტი არაფერი. ბევრად უკეთესს გავაკეთებ. მოიტანეთ ნაგვის პარკები და წებოვანი ლენტი. დიახ, თქვენი მამა ნამდვილი ხელოსანია. ყველაფერი ეხერხება. მახსოვს ყოველ პაემანზე ტუალეტის კახალდისგან დამზადებულ ყვავილებს ჩუქინდა ხოლმე. ასეთი ცხოვრება გქონდა მაშინ. კარგი, მადლობა, მაგრამ დასვენება მირჩევნია. მეც, რა მოხდა? მაგარი საწვიმარია. კი, მაგარია. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან მოდას. კარგი რა, რას უნდა ელოდო ამ ბავშვებისგან? დედა, კატასტროფა შემემთხვა. რა მოხდა?
სკოლაში დისკოტეკა გვაქვს და ყველა შეყვარებულთან ერთად მივა. უკბილოდინაც კი მარტო არ იქნება და მე ჯერ კიდევ არავინ მყავს. არა, პრობლემა ზვირფასო. დაურეკავ სამოდელო სააგენტოს და ჩავატარებთ კასტინგს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც შენთან ერთად წამოვლენ დისკოტეკაზე. მადლობა დედიკო, მაგრამ შავგრემნები არა. ისინი მამას მაგონებენ. პრობლემა არ არის. აბა ნახე? ფუ, არა. არა. ო, და ეს სულ სხვა. რა სიტყვი ამაზე? კარგი, ბევრად უკეთესია. კარგი. ჩემი გემოვნება გაქვს ზვირფასო. შენი გემოვნება რომ მქონდეს, უბნის შესასვლელთან ცხოვრები მეზობელთან ვისეკვევდი. ჰეი, მოიცადე. დედა, მე პრობლემა მაქვს. რა მოხდა? ავად გახდი? დაშავდი? სული მტკივა დედა. სკოლაში დისკოტეკას მართავთ და ყველა წყვილ-წყვილად მიდის და მე არავინ მყავს ვისთან ერთადაც წავალ. მე მაქვს უმაგრესი იდეა. შენთვის ვიღაც მყავს მოფიქრებული და ვიცი რომ მასაც მოსწონ ხარ. ახლავე დაურეკავ. მოიცადე? გამარჯობა ზვირფასო. მოამზადე შენი შვილის საუკეთესო პერანგი. ის შენ ქალიშვილთან ერთად იცეკვებს. იგი სიმპათიურია მაინც? კი, უგანში ყველაზე საყვარელია და ძალიან ჭკვიანია. მალე პროგრამისტი გახდება. კარგი. იჩქარე ნიკოლ. ის უკვე აქ მოვიდა. მიურბივარ. გამარჯობა ნიკოლ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. დედა, ის ძალიან კრინჯი ტიპია. ნიკოლ, პრეტენზიული ნუ იქნები. კარგი რა. აქაც კი ოფრის სუნი ასდის, მაგრამ თქვენ იცეკვებთ და მის სუნს ვერ იგზნობ. შენთან პაემნისთვის ზეხვის ნაჭერს დავპირდი. გაღები იცოდე. კარგი. სიტყვები არ ყოფნის, ჯერ ზეხვისთვის არავის გაუსწვლიო არ. ნიკოლ, მალე გამოხვალ? 4 საათია შხაპში ხარ და ახლა აბაზანაში შედიხარ. კარი გააღე. კარგი რა. მარტო არ ხცხოვრობ აქ. პატივი ეცი სხვებს. კარგი, მოვდივარ. რატომ სჭირდება მას საერთოდ აბაზანა? ისეთი სუნი აქვს თვითონ პირველად შედის აბაზანაში. დაბანა მინდა. სად არის ჩემი წყალი დედა? კვირა. აბაზანის დღეა. გასულ კვირასაც არ დამიბანია. თქვი რომ ჟენიას ეს უფრო სჭირდებოდა. ჩემი ბრალი არ არის რომ ტალახში ჩავარდა. და ეს ჭუჭყიანმა იაროს. მოვდივარ. აიღე. შენი ჯერია ნიკოლ. ეს ჭუჭყიანია? როგორც ჩანს ვიღაცამ უკვე დაიბანა ამ წყალში. ჭუჭყიანი არის? ჯერ ბაბუამ დაიბანა, მერე მამამ დაიბანა და ბოლოს მე და ახლა შენი ჯერია. ყველაფერი სამართლიანია. ანუ რა გამოდის? ყოველთვის ბოლოს დავიბან? რატომ ყოველთვის? ყოველთვის არა. როდესაც შენი და დაიბადება, ის ბოლოს დაიბანს. საოცრად მაგარია. და ეს თმა რა არის? მამა შენმა დაიბანა. კარგი, შეგიძლია დაიბანო, მაგრამ ფრთხილად იყავი. წყალს ნუ დაკარგავ. მერე სარესეს გარესვა მინდა. რუდი, შეხედე, კბილი დავკარგე. იმედია, ჩემი ტანჯო ამაო არ არის. ეს კბილი რაღაც მაგარს მომიტანს. იმედი მაქვს. ანუ კბილისფერი არ მომიტანს. ან ვინც ახლა ამ თანამდებობას იკავებს. კბილი, ფული ის ფერიას გავს, მაგრამ ფანტაზია სუსტია. იმედი მაქვს ფერია ამჯერად მაინც ომიტანს საჩუქარს. ეს ჩემი ბოლო გამოსაცვლელი კბილია. ასეთი შანსი აღარ მექნება. ადრე მან მხოლოდ ბოდიში მოიხადა საჩუქრის არასებობის გამო. თითქოს კბილებს გვიან ვიცვლი და ჩემთვის სურპრიზები აღარ უნდა მოიტანოს. ეს ისეთი ცუდია. კბილი, წერილი, იქნებ საჩუქარი ძალიან დიდია და ბადიშის ქვეშ ვერ ეტევა და იქ წერია სად შეიძლება მისი პოვნა. ასე იქნება. ნიკოლ, თუ გაღვიძებული ხარ, წადი სამზარეულოს ბაღში კარტოფილის ამოსათხრელად. შემდეგ აიღე ურემი და წადი კარტოფილი ბაზარში გაყიდე. შეგიძლია მეზობელ სოფელში მეზობელს ეთლი წაართვა. საოცარი საჩუქარია, სიტყვები არ მყოფნის. რატომ მიწევს ამ ცხოვრებაში ყველაფრის გაკეთება, ჩემი? 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არსზე ხართ. მადლობს რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგაუწყდეთ და ლაიქება და ჩვენ წავედით. ნახვამდის.